Telecompanija Maestro განაგრძობს მაუწყებლობას საგანგებო რეჟიმში სოზარ სუბართან ერთად უბრუნდებით პირდაპირ ეთერში ბატონო სოზარ მოგესალმებით. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმის შესახებ, თუ ვინ აფერხებს დღეს მაესტროს მუშაობას. თქვენ დღეს იმყოფებოდით იქ დღის პირველ ნახევარში, თქვენ აკვირდებოდით სიტუაციას, თქვენ უყურეთ ახლა საინფორმაციო გამოშვებას, მოისმინეთ როგორც ეროსიკი წმარიშვილის, ასევე მამუკა ღლონტის მოსაზრებები შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. თქვენი დასკვნა მაინტერესებს. ვინ არის დღეს შემაფერხებელი ტელეკომპანია მაესტროს ნორმალურ რეჟიმში მუშაობის? ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც მივიდა დილას სადაც 9 საათზე 10 წუთებზე უკვე იქ ვიყავი. ნათელი იყო რაც ხდებოდა ჟურნალისტებს, დამფუძნებლებს, გენერალურ დირექტორს, პროდიუსერებს, საინფორმაციო ხელმძღვანელს. რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეძლეოდა შენობაში შესვლის საშუალება. ტერიტორია იყო ოკუპირებული, ახლა არ მოვერიდები ამ სიტყვას. შიგნით იმყოფებოდა ეროსიკი წმარიშვილი რამდენიმე ადამიანთან ერთად, მაგრამ რაც გასაოცარი იყო, პოლიცია იმის ნაცვლად რო აღეკვეთა უკანონობა, არაძლევდა ჟურნალისტებს შესვლის საშუალებასა და რეალურ მფლობელებსა და დამფუძნებლებს და მოგვიანებით, როდესაც კარი გაიღო მცირე ხნით, არ ვიცი რა მოხდა, რატო გააღეს, რატო შეეშალათ და შევიდა რაღაც რაოდენობა თანამშრომლებისა, უცებ პოლიცია მოეგო და სასწრაფოდ ნახევარზე მეტი გამორეკეს გარეთ, აი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვინც მოასწრო შესვლა, ისინი ამ წუთში ჩიგნით არიან და დარწმუნებული ვარ, ვეღარ გამოვლენ გარეთ, იმიტომ რომ გამოვლენ შეიძლება აღარ შეუშვან, არ ვიცი რა ხდება. არ უშვებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც აყვანილი არიან, იმ დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც არიან აყვანილი ტელეკომპანიის მიერ, მაესტროს დაცვას. ეს ბუნებრივია, ეს არის უკანონობა და მარტივად რო ვთქვათ, ახლა მე მართლა ძალიან მოვერიდები ისეთ იურიდიულ შეფასებებს და კვალიფიკაციებს არ მინდა გადავიჭრა სისხლის სამართლის სფეროში, მაგრამ ეს არის მარტივად ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რაც ასევე დანაშაულია და ასევე სისხლის სამართლის ქმედებით დასჭადი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსით დასჭადი ქმედება. ვინ უშლის დღეს ხელს იქ ჟურნალისტურ საქმიანობას? რატომ უნდა ამას ლაპარაკით, ადამიანები, რომლებიც იქ არიან გამაგრებული. ანუ ეროსიკი წმარიშვილი ამ შემთხვევაში ბუნებრივია. დანარჩენებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, ვესაუბრე რამდენიმე მათგანს, ისინი უბრალოდ მართლა სრულად დაბნეულები არიან, სხვა რამე უთხრეს და სხვა სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ამ წუთშიც ვერ არიან ბოლომდე გარკვეული, იმიტომ რომ არავინ არ არის, ვინც მათ აუხსნის და ელაპარაკება. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციის მძევლები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ვინ არიან ეს ადამიანები, ბატონო სოზარ, თქვენ თუ გაქვთ გაკავშირებთ მათთან რაიმე ნაცნობობა, არსებობს ვერსია, რომ ისინი არიან ირაკლი ოქროაშვილის დაცვის თანამშრომლები. რამდენიმე ადამიანი მათ იყო, რომლებიც ქართულ ორი ადამიანი ყავდა, ვისაც ვისაუბრე, ქართულ პარტიაში მუშაობდნენ დაცვაში. დანარჩენები არ ვიცი ხა კონკრეტულად ვინ არიან, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისინი ნამდვილად არ არიან გარკვეულები, რა ხდებოდა, ვითარებაში არ იყვნენ გარკვეულები, სანამ იქ მივიდოდნენ და ეხლაც არ არიან ყველა შემთხვევაში ბოლომდე გარკვეული. მაგრამ თუ ისინი მიხვდნენ, რომ აღმოჩნდნენ არასწორ სიტუაციაში და თუ მათ არასწორად აუხსნეს, სად მიდიოდნენ და რა მიზნით მიდიოდნენ, მაშინ რატომ არ ტოვებენ ტერიტორიას? არა, ეხლა ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ უკვე როცა იწყება მე უკვე ლაპარაკი რაღაც იურიდიულ ნიუანსებზე, ისინი იქ არიან, ეხლა გეუბნებით სიტუაციის მძევლები, როცა მათ არ აქვს მოსჩილებიან ისინი ეროსიკი წმარიშვილს. როგორ ფიქრობთ? მე ნუ მეკითხებით, ეხლა არის დათელია ყველაფერი, ეხლა იმდენი ვიცით ორივემ და მაყურებელმაც რაც ყველა ანუ განსაკუთრებულ საქმერაფერს ვერ ვიტყვი. მე მაინტერესებს, რამდენად უშვებთ იმ ვერსიას და საზოგადოების ასევე პოლიტიკოსების საკმაოდ დიდ ნაწილში ასეთი ვერსია არსებობს, რომ სიტუაცია სინამდვილეში აკონტროლებს ხელისუფლება. უშვებთ თუ არა იმას, რომ ამ სიტუაციის უკან დგას ხელისუფლების ინტერესები? ხელისუფლების ინტერესები რო დგას ეს ნათელია, თუმცა რას ნიშნავს ხელისუფლების ინტერესი, ეს უნდა დავაკონკრეტოთ. თქვათ, მე ნამდვილად არ გულისხმობ, რომ ამ შემთხვევაში ეროსიკი წმარიშვილი ან ვიღაცა სხვა ხელისუფლება წააქეზა, შეეკრა, რაღაცა მოხდა და ასეთნაირად მოხდა. და იქ შეჭრა, მაგრამ ის რომ ხელისუფლებას აწყობს ვითარება, ხელისუფლებას აწყობს ერთგვარი დესტაბილიზაცია, ეს არეულობა, მაესტროს მუშაობის ჩაშლა, ეს არის ნათელი და ამაზე ნათლად მეტყველებს პოლიციის მუშაობის სქემაც, ხო, როგორც ისინი მუშაობენ, თუ ამას მუშაობა დაერქმევა, საერთოდ, როდესაც ისინი იმის ნაცვლად რომ რეალურად აღდგეს კანონიერება, ყველანაირად უშლიან ხელს ჟურნალისტებს თავის სამუშაო შესრულებაში. პრაქტიკულად დღეს იქ ყველაზე მეტ საშუალებს სწორედ სახელმწიფო, სწორედ ხელისუფლება, სწორედ პოლიცია.
წინამდე შემთხვევაში ეს ინციდენტი ამოიწურებოდა ზუსტად 3 წუთში, სხვათა შორის 3-4 წლის წინ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელთაც პოლიციას უფლება აქვს უკანონო შეჭრილი თუ შესახლებული ადამიანის გამოსახლება მოახდინოს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, თორსა რომ პოლიციელები სასამართლოზე მიუთითებდნენ დამფუძნებლებს თუ გენერალურ დირექტორს, ეს არის კანონის მასხრად და აბუჩად აგდება მათი მხრიდან. მათ მოვალეობა აქვს, უფლება კი არა, მოვალეობა აქვს პირდაპირ განახორციელონ უკანონოდ შესული ადამიანების გამოსახლება და ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმის აღდგენა და დაბრუნება. რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ ამ შემთხვევაში თქვენი ყოფილი თანაპარტიელის საქციელი თქვენს მიერ პარტიის დატოვებაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მას შემდეგ რაც ამოვწურავთ მაესტროს თემას. რამდენად ადეკვატურია ეროსი კიწმარიშვილის საქციელი თქვენი აზრით? ის გადაძვრა ღობიდან ძალიან ადრე დილით და შევიდა მაესტროს შენობაში. თუმცა ის ამბობს, რომ დიდი ხანია ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები ტელეკომპანია მაესტროსთან, მაგრამ თქვენი აზრით რატომ მოხდა ეს მაინც და მაინც დღეს? სამართლებრივი ეგზით უნდა გადაწყდეს, მე ვიცი, რომ პრეტენზიები იყო ორმხრივი. და თქვათ, იქციც ვიცი მაესტროს დამფუძნებლები როგორ ცდილობდნენ ამ პრეტენზიების მოგვარებას, ისინი აგზავნიდნენ წერილებს, უსაბუთებდნენ, რომ აი ამ შემთხვევაში რაღაცა ისე არ ხდება, როგორც საჭიროა, საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ, ეს არის ცივილიზებული გზა მოგვარების და თქვათ, შემდეგი ეტაპი შეიძლება ყოფილიყო სასამართლო ხელშეკრულების გაწყვეტა, გაგრძელება, ეს არის ჩვეულებრივი ურთიერთობა, თქვათ იურიდიულ პირებს შორის ახლა ეროსის უსმენდით წეღან და მან ხარ გაიხსენა 2009 წლის მაესტრო და სანამდე მიიყვანა ახლა რომ გაცილებით მართლა სხვა მაესტროა კი ბატონო ამის უარყოფა არ შეიძლება ამაში მისი დამსახურებაც არის ბუნებრივია საკმაოდ დიდი და არა მხოლოდ მისი მთელი კოლექტივი მუშაობდა იგივე დამფუძნებლები იგივე ჟურნალისტები ყველა ერთად მაგრამ რა ვიცი ახლა ის სულხან-საბას არაკი მახსენდება მეფერო ორმოშია ჩაგდებული და ვიღაცა რო ეხაჩება მაღლა და იმდენჯერ დაამადლა რომ ბოლოს იყვირა მიშველეთ ამ კაცისგან გადამარჩინეთ მირჩევნი ამ ორმოში ამოხდეს სულიოდ ახლა აქ ცოტა უფრო რთული ვითარებაა კიდე დამადლებაზეც არ არის ლაპარაკი იყო საკმაოდ სერიოზულ კონფლიქტზე ორ მხარეს შორის ეს კონფლიქტი უნდა გადაწყვეტილიყო ცივილიზებული გზით და არა ტერიტორიის ოკუპირებით და არა შეჭრით. ახლა ადეკვატურობაზე როცა მელაპარაკებით, ესა როცა სვამთ კითხვას ბუნებრივია, ახლა რა ადეკვატურობაზე შეიძლება ლაპარაკი, თავი წეღანა ვთქვი, რომ ეს არის ჩვეულებრივად ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შისლა. სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, აი შეგნებულად არ შევდივარ უფრო მეტ სიღრმეებში, რაც ვერანაირად ვერ შეიძლება ადეკვატური ეწოდეს, ადეკვატური ქმედება. ბატონო ზოზარ, დღეს თქვენ გააკეთეთ განცხადება უკვე ოფიციალური იმის შესახებ, რომ დატოვეთ ქართული პარტია. მე მაინტერესებს პირველ რიგში როდის მოხდა ეს და რატომ გაახმოვანეთ ეს საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ? კარგა ხანია. სხვა შორის ალიანსიც როდესაც დატოვეთ, კარგა ხნის შემდეგ გააკეთეთ ოფიციალური განცხადება. ალიანსთან დაკავშირებით ეგ დაახლოებით თვენახევარი ვიყავით, თუმცა სულეთ შეგნებულად. თუმცა მაშინ იყო წინასაარჩევნო. მაშინ კი არ დავტოვე, ხო, იყო რომ არჩევნები უნდა მოსულიყო და არ შეიძლებოდა ახლა ხელი შეშლა ამ ეტაპზე, მithumetes მართლა შეიძლებოდა რომ ის მარცხი რომელიც გარდაუვალი იყო და რომელსაც ნათლად ხედავდით, შეიძლებოდა უბრალოდ მედამრალებოდა და ისედაც რატო უნდა შემეშალა ხელი, ეგ იყო ერთადერთი მიზანი, რის გამოც მაშინ თავი შევიკავე ამ განცხადების გაკეთებისგან. თუმცა მე მგონი მაშინ ნათელი იყო, როცა სიაში აღარ ვიყავი პირველი ნომერი, უკვე ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ალიანსს ვტოვებდი. რაც შეეხება ახლა იყო გარკვეული მიზეზები, არ ჩამოვთვლი ამ მიზეზებს თუ რატომ ვიკავებდი ამ ხნის განმავლობაში თავს, თუმცა ერთ-ერთზე ვიტყვი ახლაც ყრილობა არის ჩასატარებელი პარტიის იმისთვის რაღაცა იურიდიული ნიუანსები მოგვარდეს და არ მინდა და იგივე ხელი შემეშალა ამ ფუნქციონირებისთვის, მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ მართლა შეიძლება შეუძლებელია გაჩვმდე, შეუძლებელია ხა იყო თანამონაწილე იმ ქმედებების ეს არ არის ქართული პარტიის საქმე ამ შემთხვევაში, თქვა მართვის კომპანია არ არის ქართული პარტია, მაგრამ გინდა იერიბად, გინდა პირდაპირ რაღაცნაირი კავშირი არის ქართული პარტიის ლიდერი. კავშირი მაინც არის, ამიტომაც გავაკეთე ეს განცხადება, თუმცა თვითონ რამდენიმე კვირა უკვე იცოდნენ, რომ მე პრაქტიკულად წასული ვარ და პარტიაში დარჩენას არ ვაპირებდი. პირველი ოფიციალური განცხადება დღეს გავაკეთე. სხვა ვერსიები არსებობს თქვენი პარტიიდან წამოსვლასთან დაკავშირებით. დღეს თქვენმა ყოფილმა თანაპარტიელმა ირაკლი ოქროავშუმა და გადანაშაულად იმაში, რომ თქვენ მოიხსენით პასუხისმგებლობა თქვენი თანაპარტიელების წინაშე. მათ შორის მათ წინაშე, ვინც არის დღეს ციხეში.
წავიკითხავ მის სიტყვებს, სოზარ სუბარი გოგელიას ჯიბეს ჩამოეკიდა და იმის დაკრულზეც ეკავს, ვინც ფულს უხდის. ამას აცხადებს თქვენი ყოფილი თანაპარტიელი, თქვენი ყოფილი პარტნიორი. არ არის. რა იყო მიზეზი, ამიტომ იქნებ არ არის ზოგადად ლამაზი და კარგი არც წასულების მხრიდან დარჩენილების ლანძღვა და არც პირიქით გაკეთება. ეხლა მე ნამდვილად არ შევალ ამ პოლემიკაში, ვისაც რა უნდა ის თქვას, რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ციხეში არიან და სრულიად უკანონოდ არიან ციხეში, რომლებიც პოლიტპატიმრები არიან პრაქტიკულად დღეს, რომლებიც გაქცეული არიან ქვეყნიდან, ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობა ვინც გრძნობს, მან უნდა გაითვალისწინოს ერთი რამე. ამ ადამიანების შველა შეიძლება მარტო რეჟიმის დამარცხებით, რეჟიმის ვერ დავამარცხებთ ისეთი ტიპის კინკლაობებით და რეციდივებით, როგორც დღეს მოხდა. აი ეს არის ამ ადამიანების საშველის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ამ ადამიანებს უნდა უშველოთ გონიერებით, სიმტკიცით, ერთობით. დღეს საქართველოში არის მართლა სხვა რეალობა შეიქმნა ახალი დაახლოებით ერთი თვის წინ ეს ლაპარაკი არის ახალი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენაზე ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ ამას არ ვამბობ ახლა არ ვამბობ იმის გამო თქვა რაც ბიძინა ივანიშვილის წერილებში გაჟღერდა ნოტები პირველი როცა გავიგე რომ ეს ადამიანი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი ვიყავი ვინც ამას მიესალმა და მიესალმა ძალიან გულმხურვალედ და ავალად იმიტომ რომ აღარ არსებობდა პოლიტიკა საქართველოში რა ტყუილი იყო ყველაფერი რევოლუციაც ტყუილი იყო არჩევნებიც ტყუილი იყო ხშირად გავიგონებთ რომ აი ნუ ქუჩის აქციებმა ამოჭამა ეს დრო რომ ვეღარაფერს ვაღწევთ არჩევნებმაც ამოჭამა დრო საქმე ისე ყველაფერმა ამოჭამა დრო პოლიტიკური რესურსში იყო პრობლემა და რეფორმები რა თქმა უნდა პოლიტიკური პროცესი მოკვდა ქვეყანაში სადაც არის ტოტალური კონტროლი ყველაფერზე ტოტალური მოსმენები ტერორი სამსახურიდან გაგდება დაჭერა უკმაპუროდ დატოვა ადამიანების ოჯახის წევრების დაჭერები ნუ აი ტოტალური ტერორია ხო იქ პოლიტიკური პროცესი აღარ არსებობს უკვე და ეხლა ნებისმიერი ტიპის ბრძოლა იქ არის აი სამკაულის როლი შეიძლება შეასრულოს ის კი არა რომ არჩევნებში მოვიგებდი არამედ ნუ შეიძლება 5 ადგილი ვიღაცას მისცეს 3 ვიღაცას და დამთავრდა ამით ყველაფერი რა ანუ პოლიტიკური პროცესი აღარ არსებობდა და მოსახლეობას გაუქრა ყველანაირი იმედი თუ ვინმეს გაქცევა შეეძლო ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობდა თუ არა და ბედს ეგუებოდა მორჩილად თავდახრილი აი მართლა სრული განცდა იყო იმედობის და უცებ აი გამოჩნდა სხივი რომელიც მას დაუბრუნა ხალხს იმედი და ეს სახსრებზე თქვით ზეგან და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ეგ რესურსები არა მხოლოდ ფინანსური ეგ არის მთავარი რა მთავარი აღარ შემთხვევაში არის ის ნდობის ძალიან მაღალი კრედიტი რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს და აი ამ ნდობის კრედიტით შემოვიდა იმ ნდობით შემოვიდა რაც მის მიმართ არსებობს ქართულ საზოგადოებაში და რომელიც ეგრე ადვილად ვერ შეირყევა და ვერ წაიშლება ამაზე დიდი რესურსი მართლა არ არსებობს და ეს არის მთავარი რესურსი რომელიც ამ ადამიანს გააჩნია და რომელმაც ჩაუსახა ხალხს იმედი რომ ცვლილებები არის შესაძლებელი. ცვლილებები არის შესაძლებელი, რომ არჩევნებს მიეცა ისევ აზრი. და აი ამიტომაც დღეს სხვა ვითარებაა და დღეს სწორედ აი გადის ფრონტის ხაზი დღეს რა დარჩა ხელისუფლება და დარჩა თქვათ ადამიანები, რომლებსაც ჩაესახათ ისევ გამარჯვების რწმენა და ეს არის აი იგივე ქართული პარტიის იმ წევრებისთვის მთავარი დახმარება, რომლებიც ციხეში არიან, რომლებიც გაქცეულები არიან, თუ კი გვინდა რომ ამ ადამიანებს უშველოთ. თქვენი აზრით, აი ამ პროცესში და ნიჰილიზმში, რომელზეც თქვენი საუბრეთ, რა როლი შეასრულა ქართულმა პარტიამ? უბრალოდ რატომ ვერ შეასრულა თქვენი აზრით მან პოზიტიური როლი? რადგან თქვენ პირადად ამ პარტიაზე ამყარებდით გარკვეულ იმედებს, რა გიყავით მისი წევრი და ქართულ პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. ეს იყო პარტია, რომელმაც 6 თვეში მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. აი, ну, თქვათ, ოქტომბერში გამოაცხადეთ, რომ პარტიის შექმნას გეგმავდით, მაისამდე საქართველოს რაიონების უმრავლესობაში და თბილისის 10-ვე რაიონში ყავდა საკმაოდ ძლიერი ჯგუფები. ეხლა ცხადია პარტიის წევრთა რაოდენობა, რასაც ქაღალდზე იყო, ეს არ იყო ყველა აქტივისტი, მაგრამ საკმაოდ ბევრი იყო აქტივისტები თვითონ რაიონში, სადაც ოფისები ჰქონდა რამდენიმე ათეული კაცი, მაინც იყო ესეთი აქტივისტი თავდადებული, რომლებიც ერთადერთი მიზნით შემოვიდნენ ქართულ პარტიაში. მათ აქ დაინახეს ძალა, რომელსაც შეეძლო რეჟიმთან წარმატებული ბრძოლა. ესენი არიან თავდადებული ადამიანები, ესენი არიან პატიოსანი ადამიანები და სხვათა შორის ბევრი მათგანი არის ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ძალიან წარმატებით ეთანამშრომლა ხელისუფლებასთან და ყოფილიყვნენ ძალიან
ესეთ კეთილდღეობა, თავის კეთილდღეობა მოეწყოთ, მაგრამ ისინი ამაზე არ წავიდნენ. ეს ადამიანები შემოვიდნენ ქართულ პარტიაში ერთადერთი მიზნით, რომ მათ სურდათ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მათმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში, მათი შვილები აღიზარდონ ნორმალურ ქვეყანაში და ქვეყანაში, სადაც სუნთქვა შეიძლება, სადაც არის თავისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალიან ბევრი მართლა პირადად დავდიოდი რაიონი და პრობლემა სად იყო? პრობლემა ბევრი შეცდომები დაუშვით ცხადია ჩვენს ძალიან ბევრი ახლა აღარ ჩავორმავდები ამას. პრობლემა მარტო ჩვენი შეცდომა არ იყო, პრობლემა იყო ზოგადად მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში, სადაც ოპოზიციის ერთი ნაწილი უბრალოდ ჩაკრულია ხელისუფლებასთან და ხელისუფლების თამაშს თამაშობს. მეორე ნაწილი გართული ვიყავით ერთმანეთის ან ერთმანეთთან კინკლაობით ან ერთმანეთის გზის ლანძღვით, მაგალითად ერთნი ამბობდნენ რომ რევოლუციას ვინც ამბობს ის ქვეყნის მტერია, რაღაც აგენტია, მეორენი ამბობდით რომ რომელ არჩევნებზე ლაპარაკი, არჩევნების ასაცილოა, ეს ხელისუფლების თამაშის გაგრძელება, ისე ანუ მთლიანობაში იმის ნაცვლად რომ რაღაცა გაგვეძლიერებინა ერთმანეთის თანადგომით და მოვუნდით ამ კინკლაობას, შეუთანხმებლობას, ყველაფერი იყო ჩვენი შეცდომები, პირადად ჩემი სხვებისაც ბუნებრივია, მარტო ერთი კაცი დაუშვებს ამ შეცდომებს. ეს ყველაფერი იყო, რამაც მიგვიყვანა იმ კრახამდე, როცა აი მაისის შემდეგ პრაქტიკულად პოლიტიკური პროცესმა დაიწყო ყდომა და მოკვდა ეს პოლიტიკური პროცესი. გავიხსენებ იგივე ეს თქვათ დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იყო 2008 წლის მაისის არჩევნების შემდეგ, იგივე სიტუაცია იყო იმდენად 9 აპრილის მერე, აპრილის მერეც, მაგრამ 9 აპრილის აქციების დამარცხების მერეც, მაგრამ კიდევ უფრო მეტად აი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იყო ძალიან სერიოზული depressia და იგივე depressia დაიწყო მაისის შემდეგ, ოღონდ უკვე აი რაც უფრო ბევრ depressiას გავუვლიდით ხოლმე, მით უფრო ნაკლები რესურსი რჩებოდა საზოგადოებაში, რომ ეს depressia გადაგველახა და აი უცებ ამ დროს მოხდა სრულიად მოულოდნელი რამე, რამაც აი მართლა შეცვალა მთელი საზოგადოების განწყობა შეიცვალა და დღეს აქ არის ფრონტის ხაზი და მიმაჩნია რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ თუ ვერ გავაძლიერებთ მაინც ხელი არ შეუშალოთ აი იმ ბრძოლას რაც ეხლა არის დაწყებული. ბატონო სუზა რივანიშვილმა თავის განცხადებაში ქართული პარტია თქვენი გამოკლებით დაასახელა იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, ვინც ასრულებს ხელისუფლების ნებას და ვისთან თანამშრომლობაც მას არ სურს. თუმცა თქვენ გამონაკლისად ჩაგთვალათ და პერსონალურად ისაუბრათ თქვენზე. მე მაინტერესებს, აქვს თუ არა მას ასე ფიქრის საფუძველი თქვენი აზრით? გამოვრიცხავ, რომ ქართულ პარტიას ეთანამშრომლა ხელისუფლებასთან, ამის დასტურია თუნდაც ის არაერთი ადამიანი, რომელიც დღეს ციხეშია და რომლებიც მართლა რა ვიცი, აი არაფრის გამოიხდიან სასჯელს. თუმცა ის ლიდერებს გულისხმობდა ამ შემთხვევაში და არაერთი წევრებს. ახლა ზოგჯერ არის თქვათ ახლა დღევანდელი ქმედება ნამდვილად ასხამს ხელისუფლების წისქვილზე წყალს, მაგრამ ერთია ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა და მეორეა მასთან შეთანხმების რაღაცის თამაში. და ბოლოს ბატონო სუზარ, თქვენი აზრით, როგორ უნდა განიმუხტოს სიტუაცია, რომელიც მაესტროსთან არის დაკავშირებული და რომელიც არის ალბათ ძალიან პრინციპული იმ თვალსაზრისით, თუ როგორი იქნება ერთი მედიის მდგომარეობა ქვეყანაში და მეორე გამომდინარე მედიის მდგომარეობიდან როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესი. ყველაზე იდეალური არის ეროსიკის მარეშულმა და იმ ადამიანებმა, ვინც მასთან ერთად არიან, უნდა დატოვონ ეკაურობა სასწრაფოდ. თუ ეროსიკის მარეშვილი ამ აზრზე არ არის, მაშინ ადამიანებმა, რომლებიც მასთან ერთად არიან, მართლა უნდა მოიხმონ გონიერებას და კარგად ჩაფიქრდნენ, რამდენად სწორია მათი საქციელი, როცა უბრალოდ უკანონო საქმეს აკეთებენ და უნდა დაატოვონ შენობა და გამოვიდნენ და თუ ეს არ მოხდა, ამ შემთხვევაში არსებობს სხვა ბერკეტები, ეს ბერკეტები პირველ რიგში უნდა იყოს მართლა საზოგადოების ძალიან პრინციპული მოთხოვნა, ახლა წეგან უსმენდით ამ გაღლონტის მოწოდებასაც, რომელიც ხალხს მოუწოდებდა, რომ დაიცვან, ახლა არ უნდა გადავიდეთ იმაში, დაიცვან მაესტრო, არ უნდა მოხდეს იქ რამე ექსცესი, ყველანაირად ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ მხრივ, მაგრამ ერთის მხრივ სამართლებრივი ბერკეტებით და მეორე მხრივ სწორედ საზოგადოების ძალიან პრინციპული მოთხოვნით უნდა მოხდეს, რომ ჩვეულებრივად მაესტრომ გააგრძელოს მუშაობა ხოლმე. მე რაც გასარკვევია დამფუძნებლებს შორის თუ გენერალურ დირექტორს შორის თუ მართვის კომპანიას შორის ეს გადაწყდეს ჩვეულებრივად სხვა გზებით, ქაღალდზე, იურიდიულად, საუბრით თუ საჭირო სასამართლოდიც. მე საკმაოდ კარგად ვარ ჩახედული ამ პრობლემაში, ძალიან კარგად ვიცი აქ სიმართლე ვისკენ რამდენი პროცენტით არის. მაშინ გითხარით ვისკენ რამდენი პროცენტით არის, იმდენად ჩახედული ხართ, როგორც თქვენ ამბობთ. ვისკენ რამდენი პროცენტით? მოდით გულწრფელად, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ თემას ვიტყვი, როდესაც როსიკის მარაშვილმა გამოაცხადა, რომ მან მოხსნა
ბაჩო გიკაბეძე გენერალური დირექტორი. მე კარგად მახსოვს და ვიყავი ჩახედული როგორ მოხდა ბაჩო გიკაბეძის დანიშვნა ფორმალურად კი არა, თვითონ ფაქტობრივი მდგომარეობა იყო ესეთი, რომ ეს მოხდა ურთიერთშეთანხმებით დამფუძნებლებსა და მართვის კომპანიას შორის, ხოლო ფორმალურად ბაჩო გიკაბეძე დანიშნეს დამფუძნებლებმა. ანუ ფორმალურად ვინც ნიშნავს იმას, რომ შეუძლია მოხსნა, შესაბამისად არავის არ აქვს უფლება მოხსნას გენერალური დირექტორი გარდა იმისა, ვინც მას ნიშნავს და აქედან გამომდინარე მარტივია ის იურიდიული ნიუანსები, რაზეც ახლა დავამიდი, შესაბამისად მართვის კომპანიას ვერ ექნება ვერავის მოხსნის უფლება, თუმცა ვიმეორებ მის გარეშე თუ მასთან კონტაქტი არ გასულებოდა, თქვა დანიშნვის უფლებაც არ ჰქონდა დამფუძნებლებს. ეს უნდა მოხდარიყო შეთანხმებით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდნენ დამფუძნებლები. მხოლოდ დამფუძნებლები და სხვა ვერავინ და შესაბამისად მთელი ის ლაპარაკი, რასაც ვისმენ, რომ ეს არის ერთადერთი იურიდიული მფლობელი აქაურობის, ეს აბსურდია, ბუნებრივია. და კიდევ ერთი ძალიან მოკლედ ფაქტი არა, კი რა თქმა უნდა. როდესაც ლაპარაკი ასევე იმაზე, რომ დამფუძნებელი, ვთქვათ, თანამშრომლებს აქვთ იქ შესვლის უფლება, მაგრამ დამფუძნებელი საერთოდ შეუძლია მიიღოს დივიდენდი, მაგრამ სხვა მხრივ იქ შესვლის უფლებაც კი არ აქვს. იგივე შეიძლება ითქვას მართვის კომპანიაზეც, მართვის კომპანიას ყავს დირექტორი და ყავს დამფუძნებელი და ხა დამფუძნებელი როცა იქ შეჭრილია, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, ეს ბუნებრივია, რომ ვერ ჩაითვლება კანონის ფარგლებში. და კიდევ ერთი ბატონოსაზარ ძალიან მოკლედ მე მაინტერესებს გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი როგორ იქნება თქვენი პოლიტიკური მომავალი და იქნება თუ არა ეს მომავალი საერთოდ პოლიტიკური. ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ არავის არც მე არც თქვენ და არც არავის არ აგვაქვს ახლა ვისაც ქვეყნის ბედი გვაღალბებს, აი განზე გადგომის უფლება არ აგვაქვს და დანარჩენი გამოჩნდება ყველაფერი ბუნებრივია, ვფიქრობ, ბუნებრივია გადაწყვეტილებებს მივიღებ ძალიან მალე. მე ვეცდები და ვიდგები ყოველთვის იქ, სადაც რამე უფრო სასარგებლოს გაკეთება შემეძლება. ძალიან დიდი მადლობა, როდესაც ტელეკომპანია მაესტრო უკვე ნორმალურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მე ეხლავე გეპატიჟებით პირდაპირ საუბარი, სადაც უფრო ცლად ვისაუბრებთ ამ თემებზე. სოზარ სუბარი იყო ჩვენი სტუმარი. მე ცოტა ხნით გემშვიდობებით, თია სიჭინავა დაბრუნდება ეთერში და მისი სტუმარი იქნება ზაზა ხუციშვილი.